მოგესალმებით ხალხო. ეს დღეებია, ზოგადად Facebook-ზე ხო აი ასია ხოლმე, რომ რაღაცა ამბავი მოხდება და უცბად ეს ხალხი აიტაცებს და აი ამაზე ლაპარაკობენ. ხო და აი ესეთი მომენტები არის რა, ისეთი რომ ადამიანთა ყურადღება მივიქციო და ჩავწერო ვიდეო მეც. მაგალითად ეხლა ყავილაშვილს დასცინის ხალხი. მანამდე დასცინოდა მინდიაშვილს. არჩილ მინდიაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩილ მინდიაშვილი საუბრობდა ჩანთა გადაკიდებული რო აქვთო ხალებსო, ეს ჩანთის ის რო არის მხარზე გადაკიდებული მკერდიაო, გაყოფილიო თუ გამოყოფილიო და ეს არისო სიძვას წარმოშობსო დაახლოებით ასე გავიგე მე მისი საუბარი რომ ეს სიძვას იწევსო კაცებშიო რა გულის თქმით თუ შეხედავსო მამაკაციო ესეც ცოდვად ეთვლებაო ზოგადად ეხლა ეგ ნამდვილად გასაკრიტიკებელია და რა თქმა უნდა ეხლა ქალი შეიძლება მთლიანად შეფუთული იყოს მარტო სახე უჩანდეს ან სახეც არ უჩანდეს და საერთოდ სულ შეფუთული იყოს, როგორც ეს არაბულ ქვეყნებში ხდება მაგალითად, მაგრამ მამაკაცმა მაინც გულის თქმით შეხედოს, მაგაზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არც მთლიანად ტიტველი უნდა დადიოდეს ქალი, არც მაგას მივესალმები, მაგრამ გინდაც მართლა ტიტველი ქალი დაინახო, იმასაც არ უნდა შეხედო გულის თქმით. ეს უკვე შენზეა ეს დამოკიდებული. შენ იესო ქრისტეს ემორჩილები თუ შენს გულის თქმებს ემორჩილები, რომელი გულის თქმაც, რომელი რაღაც აზრიც შეიძლება მოგივიდეს. ხო, ეს ცალკე საკითხია, ეხლა ამ არჩილ მინდიაშვილის ვიდეოს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება და ეხლა ეს ყავილაშვილის თემა. ყავილაშვილმა ისაუბრა ამ ფერიცვალების დღესთან დაკავშირებით, ამ დღეობასთან დაკავშირებით და მადლიერება გამოხატა, ასე ვთქვათ, თავისი სიტყვებით. იმ ჩვენი წინაპრებისაო, ვინც ეს დღე დააწესაო თუ დაარსაო. და ამაზე შეიყარა მთელი ამბები, რომ დასცინიან ამ კაცს. დამცინავად მოიხსენიებენ იქ კომენტარებში. ბევრმა ისაუბრა ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი აი თქვენ ვისაც გგონიათ რომ ფერიცვალება ჩვენმა წინაპრებმა კი არა აგერ თვითონ უფლის იესო ქრისტეს ფერიცვალებასთან არის დაკავშირებული და ვითომ და უფალმა დააწესა ეს ფერიცვალებაო ეს ასე არ არის უფალს ფერიცვალება არ დაუწესებია უფალმა ის ფერი რო იცვალა მთაზე ყოფნისას თავის მოწაფეებთან ერთად რო იმყოფებოდა ის იყო ერთხელ იყო და უფალს არ უთქვამს რომ დააწესეთო დღეობაო და აღნიშნეთ ხოლმეო ეს ფერიცვალებაო და ეს რაღაცა რელიგიურ დღეობად გადააქციეთო უფალს ეს არავისთვის უთქვამს ზუსტადაც აი საქართველოში მყოფმა იმ ძველმა წინაპრებმა ვინც იყვნენ კონკრეტულად ახლა ვინ დაადგინა კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი მიარ ვიცი მაგრამ ახლა ასე ვთქვათ, კოლექტიურად მთელი საქართველოს მოსახლეობა ამას ვერ დააწესებდა, ხო? კონკრეტულად აი ვინც შემოიტანა უცხოეთიდან ეს ამ დღეობის აღნიშვნა, ან აქ დაწესდა ვთქვათ, კონკრეტულად ესე იგი როდის მოხდა, როდის არ მოხდა, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილად ადამიანების დადგენილია, ეს ქართველებმა დაადგინეს კონკრეტულად თუ უცხოეთიდან შემოვიდა ვთქვათ ეს ბიზანტიიდან შემოვიდა თუ როგორ იყო ამაზე მე დაზუსტებითი ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ ეს ნამდვილად ადამიანებმა დაადგინეს ეს დღეობა და ამ შემთხვევაში ყავილაშვილი კი არ არის დასაცინები ხართ თქვენ ის ადამიანები რომლებიც თქვენ თვითონ არ სწავლობთ ბიბლიას და გგონიათ რომ აი ყავილაშვილი რა უცოდინარიაო სხვათა შორის ბატონ ყავილაშვილს აჩუქეს ბიბლია თავისი
ესე იგი პრეზიდენტად რო აირჩიეს იქ შიდა არჩევნები რო ჩაატარეს თუ როგორც იყო მოკლედ დასვეს ეს კაცი პრეზიდენტად ფაქტიურად ეს ხალხმა კი არ აირჩია, არამედ იქ სხვანაირად მოხდა ამ კაცის არჩევა. თავისი სიტყვის დროს, როდესაც სიტყვა წარმოსთქვა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იქ საპატრიარქოს ორგანიზაციამ აჩუქა მას ბიბლია და როგორც ჩანს ამ კაცს ჯერჯერობით ეს ბიბლია არ წაუკითხია. და ეს არის მისი ძალიან დიდი მინუსი. და არ მხოლოდ ეს არის მისი ძალიან დიდი მინუსი, არამედ თქვენი დიდი მინუსიც არის, რომ ამ კაცს რო დასცინით და თქვენ თვითონ არ აგაქვთ მთელი ბიბლია შესწავლილი. თქვენ რო გქონდეთ ბიბლია შესწავლილი, იქიდან გაიგებდით, რომ უფალს ეს ფერიცვალების დღეობა, ასე ვთქვათ, აი როგორც დღეობა აღნიშნა ასეთი რაღაც, უფალს არ დაუწესებია. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ფერიცვალება თუ თქვენ იმის გამო დასცინით ყაველაშვილს, რომ აი ეს ფერიცვალებაო ეს პირდაპირ უფალს უკავშირდება და მან ფერი იცვალა და ჩვენმა წინაპრებმა რანაირად დაადგინესო, როცა ესე იგი ჩვენმა წინაპრებმა რანაირად დაადგინეს ფერიცვალებაო, როცა თვითონ უფალმა იცვალა ფერიო და რა შუაში არიან ჩვენი წინაპრები, ახლა თუ თქვენ ამ კუთხით განიხილავთ, ეგ კი ბატონო, ასე უფალმა იცვალა ფერი და რა შუაში არიან ეს ჩვენი კონკრეტული წინაპრები, მაგრამ მან სხვა რამეზეა ლაპარაკი, მან არის თვითონ დღეობის დაარსებაზეა ლაპარაკი, რომელიც უფალ იესო ქრისტეს არ დაუწესებია და თქვენ საქართველოს აი ეს მოსახლეობა, ვინც შეიძლება აი აგერ საქართველოში ხართ და საქართველოში აი აქედან წერთ აი ამ კომენტარებს, აი ამ გამოხმაურებებს ყაველაშვილთან დაკავშირებით და დასცინით მას ან უცხოეთში იმყოფებით ეხლა და იქიდან Facebook-ით წერთ დამცინავ კომენტარებს. ხო არ ვიცი ეხლა საიდან ახართ, მაგრამ ყველა თქვენგანი თვითონ თქვენვე რომ ხართ აი ასეთი ადამიანები გაუნათლებლები ამ სიტყვის მთელი ესე იგი ღვთის წერილისეული გაგებით, რომ თქვენ თვითონ არ აგაქვთ იესო ქრისტეს წერილი მთელი ბიბლია შესწავლილი, წაკითხული, შესწავლილი და ამ დროს თქვენ ვითომ და აკრიტიკებთ ყაველაშვილს, რომელმაც სწორად თქვა. იმან უფრო სწორად თქვა, ვიდრე თქვენ და თქვენ თუ ყაველაშვილზე მცოდნებად მიგაჩნიათ თავი, ან პრეტენზია გაქვთ, მინიმუმ პრეტენზია გაქვთ, რომ ყაველაშვილზე უფრო ჭკვიანები ხართ, მაშინ ნება იბოძეთ და აგერ ბიბლია ისწავლეთ და იქიდან გაიგებთ, რომ უფალს ეს დღეობები არ დაუწესებია. ის ერთჯერად იყო ის ფერი რო იცვალა და მისი ეს ამბავი ჩაიწერა ბიბლიაში და დღეს ბიბლიას რომ წავიკითხავთ, აი აქედან ვიგებთ რა მოხდა იმ მთაზე, როგორ იცვალა მან ფერი და ამავე დროს ყოველი წაკითხვისას ჩვენ ამას თან გავიხსენებთ და ამას არ უნდა კონკრეტული დღის დაარსება, რომ აი წელიწადში ერთხელ ფერიცვალება აღვნიშნოთ და თან ეს საქართველოში კიდე საერთოდ აი ეს დამახინჯებული არის რა შუაშია ფერიცვალებასთან ბევრი ისეთი რამ, რაც საქართველოში ხდება. კაც ბიბლია არ კონდეს შესწავლილი და საპატრიარქოს ორგანიზაციასთან იყო მიკეთლებული, ეს არის ძალიან დიდი ის არის რა, აი უგუნურება არის, იმიტომ რომ აი ზუსტად ღვთის ბიბლიაში არის ჩაწერილი ისეთი რაღაცეები, რასაც პირდაპირ არ ღვევს საპატრიარქოს ორგანიზაცია. მაგალითად, ტაძრების მშენებლობასთან დაკავშირებით უფლის ბიბლიაში აი მინიმუმ 3 ადგილას პირდაპირ ძალიან მკაფიოდ არის ჩაწერილი ის, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. ეს არის ჩაწერილი ბიბლიაში ესაია წინასწარმეტყველის 66 თავში, ეს არის ბიბლიაში მეორე ასეთი ადგილი არის მოციქულთა საქმეების მე-7 თავში, სადაც სტეფანეს ქადაგებაა მოცემული და იგივე ამ საქმეების
ესე იგი ბიბლიაში მოციქულთა საქმეების მე-17 თავში, სადაც ჩაწერილი ამბავი პავლე მოციქულისა, ქრისტეს მოციქული პავლე ათენის მოსახლეობას როგორ უქადაგებს, რომ ღმერთი ცისა და მიწის უფალი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში. აი ეს არის ძალიან იმდენად მკაფიო სწავლებებია მოცემული, რომ შეუძლებელია ეს შენ წაიკითხო, ჩაწვდე ამას. ჩაწვდომა რა დიდი ის არის ახლა ღმერთი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში. ამას რო წაიკითხავ, რა თქმა უნდა ეგრევე კითხვა უნდა მოგივიდეს, რომ შეკითხვა უნდა დასვა, რომ აბა საქართველოში რომ ამდენი ტაძრები არის და საპატრიარქოს ორგანიზაცია ამათ ღვთის სახლებს რო უწოდებს და თქვენ კიდე მოსახლეობა სალოცავებს რო ეძახით ამათ სათრგმზელოებს რო სვავთ, რო სალოცავების დიდება იყოსო და ამ დროს ქაგებაში არ ახართ ეს ქაგებაში არ ახართ აი იმაში რომ ეს ღმერთს არ დაუწესებია. და როცა ბიბლიას წაიკითხავთ აი ამ ადგილებს, სადაც წერია რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში, შეკითხვა უნდა დასვათ, აბა ეს საქართველოში რომ ამდენი ტაძრებია წამოჭიმული, ჯერ ძველები რამდენია და ახლა ახლები რო ააშენეს. აბა ეს რატომ ააშენეს? და თქვენ ხართ, აი თქვენ ხართ ის ადამიანები, აი იმ ადამიანებს მიმართავ, ვინც დამახინჯებულად ბიბლიიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად აზრზე რო არ ახართ ბევრი თქვენგანი ამასთან დაკავშირებით რომ მოიხმართ ხოლმე ბიბლიიდან უფლის საქციელს როდესაც იგი შევა იერუსალიმის ტაძარში და იქიდან ვაჭრებს გამოყრის. თქვენ ახართ ზუსტად ის ადამიანები, ვინც დამახინჯებულად აი ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად აფრიალებთ აი ამ ამბავს. რომ აი უფალმაო ტაძრიდან ვაჭრები გამოყარაო და თქვენ გგონიათ რომ ის იერუსალიმის ტაძარი იგივეა რაც ეს საქართველოში რომ მრავალი ტაძარია და გგონიათ რომ ის იერუსალიმის ტაძარი იყო ერთ-ერთი ტაძარი იმ მრავალ ტაძარს შორის რა ტაძრებიც თუნდაც დღეს საქართველოშია და ეს ასე არ არის. ბიბლია ისწავლეთ და იქ მთელი ბიბლია ისწავლეთ. ნუ გეზარებათ და ნუ ხართ ზარმაცები და ნუ გინდათ აი ასე ესე იგი უსწავლელად ღმერთის გჯეროდეთ. იმიტომ რომ ღმერთი არ არის მუნჯი არსება. ღმერთი არ არის მუნჯი ვიღაცა, ვინც არაფერს ლაპარაკობს. ღმერთი არის მეტყველი, რომელიც გველაპარაკება აგერ წერილიც მოგწერა და წერილის მეშვეობით გველაპარაკება დღეს ჩვენ და გვიცხადებს თავის ნებას. რა არის მისი ნება, რას გვასწავლის, როგორ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ, როგორ უნდა გვიხსნას. ყველაფერს გვასწავლის, ესე იგი, რაც ჩვენ და სასიცოცხლოდ არის აუცილებელი და თუ მას არ მოусმენ შენ, რაღაცა გაუგებარი ღმერთის მორწმუნე იქნები უცნობი ღმერთისა. რომელსაც აი ესე ახსენებ, რაღაცა დახუჭავ თვალებს, ან აიხედავ მაღლა და რაღაცას ლოცულობ, იქ შენი შვილი ცუდად არის, იქ შეყვარებული დაგშორდა, იმაზე ლოცულობ, რომ შეყვარებული დაგიბრუნდეს, იქ ღარიბი ხარ, ლოცულობ, რომ საჭმლის ფული გქონდეს, იქ ლოცულობ, ათასნაირი აი ბევრამეზე ლოცულობენ ადამიანები და ამ დროს ჯერ აბა ღმერთს მოусმინე და შემდგომ გაიგებ როგორი არის ჯერ თვითონ ღმერთი რას გვასწავლის იმას გაიგებ და მე შესაბამისად როცა ღმერთს გაიცნობ და მას ირწმუნებ ლოცვითაც შესაფერისად ილოცებ. აი თქვენ ისეთი ადამიანები რომლებიც აი მხოლოდ ყურმოყვრით გაგიგიათ რომ უფალმაო ქრისტემო ტაძრიდან ვაჭრები გამოყარაო და გგონიათ რომ ეს საქართველოში ტაძრები როა ესენიც უფლის ტაძრებია ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ასე არ არის. წაიკითხეთ მთელი ბიბლია და იქიდან გაიგებთ რომ ის იერუსალიმის ტაძარი მსოფლიოში იყო ერთადერთი ტაძარი. რას ნიშნავს რომ სოფლიოში მხოლოდ ეს ერთი ტაძარი იყო აშენებული, რომელიც იყო ღმერთისგან მოწონებული, ასე ვთქვათ. მხოლოდ ეს ერთი ტაძარი იყო აშენებული. ესე იგი,
საქართველოში დღეს ამდენი მრავალი ტაძარი რო არის, ხან ვის სახელზე ააშენეს იქ, გიორგის სახელზე, იქ იმის სახელზე, აქეთ გაბრიელ ურგებაძის სახელზეც ააშენეს, სხვადასხვა სახელებზე რო არის აშენებული და მრავალი ტაძარი რო არის. პირველ საუკუნეში ეს ასე არის ხო? პირველ საუკუნეში მსოფლიოში იყო მხოლოდ ერთადერთი ტაძარი, იმიტომ რომ ღმერთი ერთია და მისი ტაძარიც აგერ ერთი იყო იმ დროს და ამავე დროს თვითონ ღმერთისგან იყო მოცემული ბრძანება ასეთი, რომ სხვაგან არავის ჰქონდა უფლება, რომ სხვაგან ტაძარი აეშენებინა. ის იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი განუმეორებელი, რომელიც დღეს დანგრეულია და იმის ადგილზე დგას ალაქსას მეჩეთი. დღეს ის იერუსალემის ტაძარი აღარ არის. ნაწინასწარმეტყველებია, რომ აშენდება, მაგრამ ეს ცალკე სხვა თემა არის, მაგრამ თვითონ ის იერუსალემის ტაძარი, რომელიც პირველ საუკუნეში, პირველი საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ იდგა, სადაც უფალი შევიდა და იქიდან ვაჭრები გამოყარა, ასე ვთქვათ, ის იყო მსოფლიოში ერთადერთი განუმეორებელი და სხვაგან სხვა ადგილას არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ ტაძარი აეშენებინა. აბა ეს თქვენ იცით. პირველად რომ იცოდეთ, ის ტაძარი როცა აშენდა, სოლომონ მეფემ ააშენა, ამის ისტორიაც ბიბლიაში არის მოცემული, აგერ რამდენ თქვენგანს გექნებათ წაკითხული ბიბლიაში შემავალი მეფეების წიგნი. პირველი მეფეთა, მეორე მეფეთა, მესამე მეფეთა, მეოთხე მეფეთა. რამდენ თქვენგანს გაქვთ წაკითხული. და აბა აი ამაზე დაფიქრდით, თუ არა გაქვთ წაკითხული, რატომ არა გაქვთ წაკითხული? მიუხედავად იმისა, რომ აგერ ადამიანები იზრდებით, ბერდებით, კვდებით და მაინც ეს გჯერათ, რომ ღმერთის მორწმუნეები ხართ და ამ დროს ღმერთის წერილი წაკითხული არა გაქვთ. რაღაცა მონასმენებით გაქვთ, ეს ჭორების დონეზე არის ბევრი ადამიანის რწმენა დამოკიდებული, ეს დაშენებული უბრალოდ, დაშენებული რაღაცა ჭორების, ყურმოყრის, აი ეგეთი რაღაცეების დონეზე არის და ამიტომაც არის, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია გაჯეჯილდა ისე, რომ ამ ორგანიზაციამ შეითვისა მთელი ეს წარმართული წარმოდგენებიც კი საქართველოში მოსახლეობა ბევრ წარმართულ რაღაცას რო აკეთებდა ხოლმე და ეხლაც რო აკეთებენ, ეს შეითვისა თვითონ საპატრიარქოს ორგანიზაციამაც. თუნდაც ეს ცხოვრების დაკლა რო ავიღოთ, რა მღვდლები არ იყვნენ ისეთები და მე გამიგია ისეთი მღვდლები, რომ ჩვეულებრივად ამ ცხვარსაც აკვლევინებდნენ ხალხს და მარჯვენა ბეჭდსაც ითხოვდნენ. ესე იგი, ეს იყო ამ მოსახლეობის წარმართობაში თანაზიარობა საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებისა. შეიძლება ყველა მღვდელი ამას არ აკეთებდა, მაგრამ ვინც აკეთებდა და ეს ხალხმაც იცოდა და რა საპატრიარქოს სხვა მღვდლებმა არ იცოდნენ, ეგრეთ წოდებულმა ვითომ კარგი მღვდლებად რომ მოაქვთ თავი. და კიდევ ერთი რამ, საპატრიარქოს ორგანიზაციის ეს მღვდლები რო არიან, თქვენ აბა იცით თუ არა ის, რომ ეს მღვდლები იესო ქრისტეს არ დაუდგენია და მოციქულთაგან, ქრისტეს მოციქულთაგან ხელდასხმულ ეპისკოპოსებს და დიაკვნებს და ასევე იმ ხუცესებს, ხო, იგივე ეპისკოპოსებს არავითარი კავშირი აქვთ ამ საპატრიარქოს მღვდლებთან და ის ხელდასხმა სულ სხვა რაღაცა იყო, სულ სხვა მოვალეობები ჰქონდათ იმ ეპისკოპოსებს და დიაკვნებს და დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციის ეპისკოპოსებს და დიაკვნებს სულ სხვა მოვალეობები აქვთ და აი ასე ზედაპირულად რომ გიყვებიან რაღაცებს, რომ აი ხელდასხმითო ჩვენო აქამდე მოვედით, ესეც ძალიან დიდი ტყუილია. თქვენ თვითონ ისწავლეთ, რა უნდა ამის სწავლას, ერთია ბიბლია, ოღონდ ესე იგი არი ხელმძღვანელოთ ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიერ გაყალბებული ბიბლიით არი ხელმძღვანელოთ ამ იეჰოვას მოწმეების უკვე ცრუ ბიბლიაა ეს ფაქტიურად, იმიტომ რომ მათ ბევრი ადგილი ბიბლიაში გადააკეთეს, დამახინჯებული წიგნი გამოსცეს
მე ამაზე ვმუშაობდი გარკვეული ხნის განმავლობაში ამ ბოლო დროს ვმუშაობდი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიერ ბიბლიაში გაყალბებული ადგილების დაფიქსირებაზე და ამის გარჩევაზე, აი რა აქვთ კონკრეტულად გაყალბებული და მინდა რომ ეს ნამუშევარი ასე ვთქვათ, გამოვაქვეყნო და აგერ თქვენთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, რომ რაც შეიძლება ეს ინფორმაცია გავცელდეს, რომ თვითონ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს აი ეს ცელი მასალა, ესე იგი, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ბიბლიაში რა ადგილები გააყალბა, რომ ისინიც აღარ ენდონ ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას. ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია არაფრით არის უკეთესი საპატრიარქოს ორგანიზაციაზე. ერთიც ატყუებს მოსახლეობას და მეორეც ატყუებს და მე მინდა აქვე ვისარგებლო ამ მომენტით და უთხრა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრებს, რომ თქვენ შეიძლება ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ბევრ რამეში ცოდნა მოგცათ, აი იმაში, რომ საპატრიარქოს ორგანიზაციას არ უნდა ენდოთ, რომ ეს აზრები, რომ ღმერთის მიერ არ არის დადგენილი, ეს მღვდლები, რომ ღმერთის მიერ არ არიან დადგენილები, ეს ხატები, რომ მართლაც კეფ თაყვანის მცემლობა და არ შეიძლება ხატის მიმართ სანთლის ანთება, ხატის მიმართ ლოცვა, ხატის მიმართ თაყვანის ცემა, ეს ნამდვილად სწორია, ეს ამას ნამდვილად ღმერთი თავისი ბიბლიიდან გვასწავლის და შეიძლება თქვენ კონკრეტულად ეს სწავლება იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის შუამავლობით მიიღეთ, მაგრამ აქაო და ეხლა ამ იეჰოვას მოწმეებმაო მე მასწავლესო საპატრიარქოს ორგანიზაციიდანო გამოგლიჯესო ჩემი თავიო გამომგლიჯესო აი იქიდანო და მე ამათი ძალიან მადლობელი ვარო, აქაო და აი ამის გამო გამოეკეროთ ამ ორგანიზაციას და ჩაბღაუჭებული იყოთ, რომ აი ამათმა მასწავლეს, აი ამათმა მომცეს ცოდნა და ამის გამო თქვენ ფაქტიურად ერთი ლომის ხახიდან მეორე ლომის ხახაში გადავარდით და ეგ არავითარი შეღავათია თუ კი თქვენ საპატრიარქოს ორგანიზაციის სიცრუეს ჩამოშორდით, სამაგიეროდ თქვენ შეაბიჯეთ, შეხვედით იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის სიცრუეში. და თქვენ ერთ რამეს გეტყვით რა, ადამიანი ერთადერთი ვალდებული და პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ უფალთან, ღმერთთან და არა ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციასთან. შეიძლება თქვენ მართლაც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ბევრი კარგი რაღაცა გასწავლათ, მაგრამ ამავე დროს ცუდი რაღაცეებიც გასწავლეს. და თქვენ იმის გამო რომ ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციიდან საკმაოდ ბევრი ცოდნა მიიღეთ, ბევრი სასიკეთო ცოდნა მიიღეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში უჯერებდეთ ამას და თვალები დაცული გქონდეთ, ყურები დაცული გქონდეთ, თვალები დახუჭული, პირზე ხელი აფარებული და არაფერი გესმოდეთ, არაფერს ხედავდეთ, არაფერს ლაპარაკობდეთ იმის გამო, რომ აი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ბევრ რამეზე აგიხილათ თვალი. კი ბატონო, შეიძლება აგიხილათ, გან არ აგიხილათ. მაგრამ ამავე დროს ბევრ რამეზე რომ დაგაბრმავათ. იგივე ეს ზოგადად მე დავაკვირდი ამას, რომ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ახასიათებთ ასეთი რამ, რომ მუშაობენ იმაზე, რომ ამ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ხალხი ჩამოაშორონ და ამის გამო სწორ ცოდნასაც ავცელებენ გარკვეულ საკითხებში. და როდესაც ესე იგი, აი მაგალითად, თუნდაც საპატრიარქოს ორგანიზაცია რო ავიღოთ. შეიძლება საპატრიარქოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აი მაგალითად დღეს მათი ქადაგებლები არიან თეოდორე გიგნაძე, იქით ბურა მოთხოზორია იქნება. ეხლა ამ ბოლო დროს ეს ახალგაზრდა ბიჭი
ნეო რომ დაირქვა, ხშირად ლაპარაკობს თუნდაც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ამ სხვადასხვა ცრუ სწავლებაზე. და შეიძლება ამა თუ იმ იეჰოვას მოწმემ, რომელიც მოусმენს ნეოს საუბარს, მართლაც სწორი ინფორმაცია მიიღოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ადამიანს, ამ იეჰოვას მოწმეს, ეგონოს, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არის სწორი, ვინაიდან აგერ ეს ნეო საპატრიარქოს ორგანიზაციაშიაო და თვითონ ამ ადამიანმა, ამ იეჰოვას მოწმემ, არც კი ისწავლოს თვითონ მთელი ბიბლია და პირდაპირ ყაპანი მოადინოს ამ საპატრიარქოს ორგანიზაციაში. ხო და მე როგორც დავაკვირდი ამ რელიგიურ ორგანიზაციებს ახასიათებთ აი ასეთი რამ, რომ მათ ასე ვთქვათ კონკურენტ რელიგიურ ორგანიზაციებში ხალხი რომ არის გაწევრიანებული, იმ ხალხს, იმ ადამიანებს სწორ ცოდნასაც ასწავლიან, რაც ბიბლიურია, რასაც ღმერთი გვასწავლის თქვათ. და აი ამით ასეთ ადამიანებს ხიბლავენ და იზიდავენ. და ეს ადამიანები შედიან ამ თქვათ საპატრიარქოს ორგანიზაციაში, ისე რომ თვითონ ბიბლიას არ სწავლობენ. და მე შეიძლება ამ ადამიანებმა თქვან, რომ აიო, ნეომო ჩემთვის იმდენი გააკეთაო, სწორად დავანახა ბიბლიაო, აი ისეო, აი ასეო და ამ დროს შევიდა ამ საპატრიარქოს ორგანიზაციაში და იმას უკვე ყურადღებას აღარ აქცევს, რომ საპატრიარქოს ორგანიზაციის ბევრი სწავლება პირდაპირ ეწინააღმდეგება ღმერთის სწავლებას. იმას უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ და ასეთი ისტორიები მე სმენია აგერ ხლა ვინ გულწრფელია, ვინ არ არის გულწრფელი, ამას ახლა მე არ გამოვეკიდები, მე ეს არ ვიცი, მაგრამ რაც ჩანს, რომ რომელიღაც ადამიანი ემადლობლება ამა თუ იმ მღვდელს, ამან მიშველაო, ამან გადამატანინაო რაღაცაო, ამან სწორად მასწავლა, სწორად დამანახაო, ამ მღვდელმაო, ამ რელიგიური ორგანიზაციიდან გამომიყვანაო, სიცრუეში ვიყავიო, იგივე ისტორიები აქვთ, მსგავსი ისტორიები აქვთ, თუნდაც იმ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი ამ მღვდლების ამჯეროდაო, ხატები მქონდა სახლშიო და იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამო ეს ამ კეფთაყვანის მცემლობასო თავი დამანებებინაო, სწორად მასწავლაო, ინფორმაცია მომიტანაო და აი ამ მხრივ ემადლობლება ადამიანი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას. მაგრამ იქ სხვა რაღაც, ესე იგი შენ შეიძლება იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ რაღაცა სწორად გასწავლა, ჩამოგაშორა ამ კეფთაყვანის მცემლობას, აი ამ ხატების მიმართ ლოცვას, ხატებისადმი სანთლის ანთებას, საკმევლის კმევას შეიძლება ჩამოგაცილა და ეს კარგია, მაგრამ ჩამოგაცილა ამ სიცრუეს და შეგიყვანა თავის საკუთარ სიცრუეში და ეს რანაირად არის ახლა შეღავათი და შენ ახლა ამით უნდა იყო დაბმული, რომ არიქა ახლა ვინაიდან ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ბევრი რაღაცა სწორიც გასწავლა, ამიტომ არასწორობებზე თვალი უნდა დახუჭო და არაფერი უნდა თქვა. ჯერ შენ თვითონ უნდა ისწავლო ბიბლია და მერე რასაც არასწორობას დაინახავ იმ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში, ეს უნდა თქვა. და ჩვენ ღმერთი ისედაც ღმერთი თავისი ბიბლიიდან არ გვასწავლის იმას, რომ აუცილებლად ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში უნდა ვიყოთ, არა. უფალი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ იმას, რომ მისი სიტყვები უნდა წავიკითხოთ, მოусმინოთ, ვირწმუნოთ, გავყვეთ მის სწავლებას და თვითონ იესო ქრისტე დამკვიდრდება ჩვენში, თუ კი მის სიტყვებს შევისმენთ და თუ არ შევისმენთ, იგი არ დამკვიდრდება. ესე იგი, ვინც იესო ქრისტეს სიტყვებს კითხულობს ბიბლიიდან, დაიჯერებს, ირწმუნებს და დამკვიდრდება ქრისტეს სიტყვებში, ქრისტე იქნება მასთან. და ბიბლიაში ჩაწერილია, რომ არა მხოლოდ მთელი საქრისტიანოს, ესე იგი, მთელი ღვთის ეკლესიის თავია ქრისტე,
არამედ თითოეული ქრისტიანის თავიც არის ქრისტე. თითოეული ქრისტიანის თავი არის ქრისტე. რას ნიშნავს ეს, რომ მთლიანად ყველა ქრისტიანის ერთობლიობაში, ესე იგი, ვინც ნამდვილად ქრისტიანია, ყველას თავი არის ქრისტე, ესე იგი, მთელი ეკლესიის. ესეც ეხლა აი ამ სიტყვებს რომ ვახსენებ, თან ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანება არასწორად არ გამიგონ. ეკლესია თვითონ საქართველოში ეს სიტყვა მრავალ ადამიანში არასწორად არის გაგებული და გონიათ ამ ადამიანებს, რომ ეკლესია არის ეს რაღაცა შენობა, რომ ააშენეს და იტყვიან ხოლმე, რომ ეკლესიაში მივდივარო და ამ ელემენტარულშიც როგორ არის გაუნათლებელი ეს მოსახლეობა, რომ არ სწავლობენ, ეს არის რაღაცა, რა ქვია, შემაშფოთებელია ეს. თვითონ ეკლესია ნიშნავს ადამიანების კრებას, ასე ვთქვათ, რა, შეკრებას. ნუ ეს აი უფრო ზოგადად რო ვთქვა, ეკლესია არის ბერძნული სიტყვა და ეკლესია ნიშნავს თვითონ ადამიანებს. და ღვთის ეკლესია უკვე ნიშნავს ქრისტიანებს, ქრისტიანთა ერთობლიობას. და თვითონ ესე იგი ბიბლიაში მოცემული არის ასეთი სწავლება, რომ მთელი ეკლესიის თავი, ესე იგი ზოგადად მთელი ქრისტიანების ერთობლიობის თავი არის თვითონ იესო ქრისტე. და ამავე დროს იგივე ბიბლიაში არის მოცემული სწავლება, რომ თითოეული ქრისტიანის თავი არის იესო ქრისტე. ესე იგი ქრისტიანობა არის როგორც ერთობლიობა, ესე იგი იყო ქრისტიანი არის ისეთი მომენტი, როდესაც ისეთი რამ იყო ქრისტიანი, ეს არის ისეთი რამ, რომ შენ ხარ სოფლიოში მცხოვრები ყველა ქრისტიანის ერთობლიობაში შესული ერთ-ერთი ერთეული. ამავე დროს იყო ქრისტიანი და ხარ ქრისტიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ინდივიდი ხარ და შენ თვითონ მიისდევ იესო ქრისტეს სწავლებას და პირადად შენი თავიც არის იესო ქრისტე და შენი ბრძანებელიც არის იესო ქრისტე. შენი უფალი და შენი ბრძანებელი არის თვითონ იესო ქრისტე. და ამავე დროს აგერ როგორც თომა მოციქულმა მიმართა უფალს, ღმერთოთი და უფლით რომ მიმართა, იყო ქრისტიანი, ხარ ქრისტიანი, ნიშნავს იმას, რომ შენი უფალი, შენი ბრძანებელი, შენი ღმერთი არის თვითონ იესო ქრისტე. ინდივიდი, ესე იგი, შენ და ქრისტე, შენ და უფალი. და ესე იგი, აი ამით ჩვენ უფალი გვასწავლის, აი იმას, რომ იგი არ გვაიძულებს იმას, რომ ამა თუ იმ ჯგუფს მივეკედლოთ და არ გვეუბნება იმას, რომ თუ იქ არ ივლი ამ ჯგუფთან, იმ ჯგუფთან, თქვენ ვერ შემოხვალთ ჩემთან, ჩემს სამეფოშიო, ჩემს სასუფეველშიო. ამას ჩვენ უფალი არ გვასწავლის. მაგრამ ამავე დროს ახლა იქ უფალი გვასწავლის აი იმას, რომ ქრისტიანებს გიყვარდეთ ერთმანეთიო. გვასწავლის ამას. ამავე დროს მტრებიც გიყვარდეთ, ამასაც გვასწავლის. ზოგადად სიყვარულს გვასწავლის. არა გამორჩევით, რომ მხოლოდ ქრისტიანები გიყვარდეთო, არამედ მტრებიც კი გიყვარდეთო. ესე იგი, ის ადამიანები, ვინც შეიძლება მოტრობდეს მე, ისიც უნდა მიყვარდეს. იმიტომ რომ ფაქტიურად ადამიანი განა რა არის ახლა, აგერ თვითონ პავლე მოციქული სანამ მოციქული გახდებოდა, მანამდე თვითონ იყო ქრისტიანთა მტერი და ქრისტიანთა მდევნელი იყო. აგერ ბიბლიაში მოციქულთა საქმეების ნაწილში ჩაწერილი არის პავლე მოციქულის ბრძოლა ქრისტიანებისადმი, ქრისტიანებს როგორ ებრძოდა იგი და ამავე დროს უფალმა იესომ როგორ მოაბრუნა პავლე და როგორ დაადგინა მოციქულად მას.
ასე ვთქვათ, ორი სახელი ჰქონდა სხვადასხვა ენაზე, საულეც ერქვა სავლე, საული იგივე და ასევე პავლეც, პავლე, სავლე და საული ერთი და იგივე პიროვნების სახელია, ეს არის პავლე მოციქული, რომელიც სანამ მოციქული გახდებოდა, მანამდე მტერი იყო ქრისტიანებისა და როდესაც ერთ-ერთ გამორჩეულ ქადაგებელ სტეფანეს, ქრისტიან სტეფანეს ქოლავდნენ ქვებით. ამ დროს პავლე იქვე იდგა, იმ ჩამქოლავების ტანსაცმელს დარაჯობდა, ასე ვთქვათ, და იწონებდა სტეფანეს მოკვლას და სტეფანემ უფალს იესოს ლოცვით მიმართა და უთხრა მას, რომ უფალს სთხოვა, რომ ეპატიებინა მისი ჩამქოლავებისთვის, რომ ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვასო. და ფაქტიურად სტეფანე ლოცულობდა თვითონ პავლესთვისაც. იმიტომ რომ პავლე მოციქული იწონებდა სტეფანეს ჩაქოლვას და სტეფანეს უყვარდა ისინი. წარმოიდგინეთ, აი აქამდე მივიდეთ აი ამ წერტილამდე, რომ სტეფანეს კლავენ, აი რაღა უნდა დააგმართონ ამაზე მეტი, ხო? ეხლა რა შეედრება სიკვდილს, ხო? რა ესე იგი შეიძლება ადამიანმა გიმტროს და სახლი წაგართვას, ქონება წაგართვას, ქცემოს. ხო, ეს უფრო ნაკლები რამ არის, ვიდრე ის, რომ პირდაპირ მოგკლას. ხო და თუ ჩვენ არ გვეყარება ისეთი მტრებიც კი, ვინც შეიძლება ქცემოს, სახლი წაგვართვას, რაღაცა დაგვიზიანოს, შვილები მოგვიკლას, ოჯახის წევრები ამოგვიჟლიტოს. აგერ სტეფანეს კლავდნენ და სტეფანე ამბობდა უფალს, ევედრებოდა, რომ ეპატიებინა მათთვის და მათ შორის იყო პავლე მოციქულიც, ჯერ მოციქული არ იყო იგი, პავლეც იყო მათ შორის, რომელიც იწონებდა სტეფანეს მოკვლას და სტეფანე პავლესთვისაც ლოცულობდა. და შემდგომ ამისა, აგერ უფალმა იესომ პავლეც მოაბრუნა და ქრისტიანი გახადა და აგერ პავლეს მთელი რიგი ქადაგებები, რაც მან უფლის მადლით აღასრულა სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ადამიანებს, რას უქადაგებდა, ეს ჩაწერილი არის ბიბლიაში, მოციქულთა საქმეების წიგნში, მოციქულთა საქმეების ნაწილში და ასევე პავლე მოციქულის წერილებში, რომლებიც ასევე ბიბლიაში არის შეტანილი. ეს წერილებია რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ, ორი წერილი, ებრაელთა მიმართ, ეფესელთა მიმართ და სხვა წერილები, ბევრია იქ პავლე მოციქულის ბევრი წერილია შეტანილი ბიბლიაში. ესე იგი, ზოგადად ქრისტიანებს არა მხოლოდ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, არამედ ჩვენი მტრებიც უნდა გვიყვარდეს და ყველა უნდა გვიყვარდეს, ესე იგი, ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს რა. სო მორჩა, ერთნაირი, ესე იგი, სიყვარულით ეხლა ღმერთი, როდესაც უფალი ელაპარაკებოდა თავის მსმენელებს და ეუბნებოდა, რომ გიყვარდეთო თქვენი მტრებიო, ერთმანეთიც გიყვარდეთო და მტრებიც გიყვარდეთო. იქ რაიმე გამოყოფილად არ არის ნაგულისხმები, რომ აი მტერი ნაკლებად უნდა გიყვარდეს და შენი ქრისტიანი ძმა და მეტად უნდა გიყვარდესო. არა, იქ ჩაწერილია, რომ გიყვარდეთო მტრებიცო და მოყვასნიცო. ესე იგი, მოყვასი არის ვინ? ვინც შენი მოყვარეა. მოყვასი ამას ნიშნავს. ვინც შენი მოყვარეა, ვისაც შენ უყვარ ხარ და ამას ფაქტიურად გამოხატავს საქმეებშიც კი, აი ესა სამარიელის იგავს რომ მოიყვანს უფალი, რომელიც დაეხმარება ყაჩაღებისგან გაძარცულ და ნაცემ ადამიანს. ხო, ის გამოდგა ამ ნაცემი ადამიანის მოყვასი, იმიტომ რომ მან უმკურნალა იმ კაცს, ხო? აგერ თვითონ
ჭრილობები მობანა, წაიყვანა უპატრონო და იგი იყო მისი მოყვასი იყო. და ზოგადად ესე იგი უფალი გვასწავლის ჩვენ იმას, რომ უნდა გვიყვარდეს მტრებიც, მოყვასებიც, ჩვენი მოყვარულებიც, ჩვენი მოძულეებიც უნდა გვიყვარდეს და უნდა გვიყვარდეს, რა თქმა უნდა, აგერ ჩვენი დაძმები, ქრისტიანები და ერთმანეთთან არ უნდა გქონდეს რაღაცა შუღლი და ესეთი რაღაცა, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში არ უნდა ვიყოთ ერთი მეორესთან. თითოეული ჩვენგანი უნდა მივყვებოდეთ უფლის ცნებებს და თუ რაიმე გამოსასწორებელია, თუ რაიმე სამხილებელია, თუ რაიმე გასაკრიტიკებელია, რა თქმა უნდა, ერთმანეთიც უნდა გავაკრიტიკოთ, ეს იქნება პირისპირ იქნება თუ საჯაროდ იქნება, გააჩნია სიტუაციას, გააჩნია მდგომარეობას, რა სიტუაცია, რა მდგომარეობა, ხო, რასთან გვაქვს საქმე და როგორ აგვაქვს. ხო, ამიტომაც ესე იგი, ზოგადად ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს რა და ახლა თუ რომელიღაცა რელიგიურმა ორგანიზაციამ ბევრი კარგი რაღაცა გასწავლა და აი ამით მიგიზიდა შეხვედი იმ ორგანიზაციაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ იმ ორგანიზაციაში რაღაცა ცუდი რაღაცეები არის. შენ იმ ცუდ რაღაცეებზე თვალი არ უნდა დახუჭო, არამედ შენ ისინი უნდა გააკრიტიკო, უნდა ამხილო. ეს იქნება სიყვარულის დადასტურება შენი იმათდამი. და რა ის რომ ესე იგი ვინაიდან მათ სწორი რაღაცები გასწავლეს, დანარჩენ ყველაფერზე შენ თვალი დახუჭო, რაც მათ ახასიათებთ არასწორი სწავლებები, ისევე როგორც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ბევრი კარგი რაღაცა აქვს. მაგალითად ის რომ ხატები არ აქვთ ამათ, მაგრამ ამათ ახლა ბროშურები აქვთ და იქ ნახატები არის. რომ გამოსახავენ აგერ ვითომ ქრისტია და ახლა რა განსხვავებაა, მოდი ვთქვათ ასეთი რაღაცა რა. ესეც დასაფიქრებელია, აბა თქვენ თვითონ ამაზე დაფიქრდით. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ხატები არ არის სწორი, ხატებს უარყოფს, მაგრამ თავის ბროშურებში დახატული ყავს მამაკაცი, რომელიც ვითომ და განასახიერებს იესოს, მას სახეც აქვს და დახატული აქვთ მათ. და რატომ დახატეს? ესეც ხო ერთგვარი ხატია. ოღონდ ამას არ კოცნიან და არ ლოცულობენ ამ ბროშურებში დახატულ მამაკაცის გამოსახულებაზე, არ ლოცულობენ, არც სანთელს უნთებენ, მაგრამ ეს ხო მაინც გამოხატვაა. ამავე დროს აი მე ხშირად შემხვედრია ფილმებიდან ამოჭრილი კადრები, სურათები, სადაც ვითომ და იესო არის განსახიერებული, ასე ვთქვათ. და Facebook-ზე შემხვედრია ეს ფოტოებს, როგორ დებენ ადამიანები და დააწერებენ ხოლმე ისეთ ტექსტს, რაც უფალს ეხება. და წარმოიდგინეთ ახლა უცოდინარი ადამიანი, ვინც აი თქვათ პატარა ბავშვია, უცოდინარია, ხო, იმ სურათს რო დაინახავს, რომელიღაცა მსახიობის სურათს, რომლის სურათიც ამოჭრეს ფილმიდან და წაიკითხავს იმ ტექსტს, სადაც ესა თუ ის Facebook მომხმარებელი უფალს ახსენებს და მსახიობის სურათი აქვს დადებული. ამ პატარა ბავშვს ეგონება, რომ ეს მსახიობი არის თვითონ იესო და აერევა ესე იგი არასწორ ინფორმაციას მიიღებს და მე ამიტომაც არა ვარ მომხრე იმისა, რომ გამოვიყენოთ იესო ქრისტეს, ასე ვთქვათ, აღსანიშნავად, აღმნიშვნელად, ხო ესე იგი აი გამომხატველად. როცა მასზე ვლაპარაკობთ, ანუ წერთ Facebook-ზე, არ შეიძლება რომ ჩვენ რაიმე
ნახატი ან ფოტოსურათი გამოვიყენოთ, სადაც დახატული არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ვითომ და განასახიერებს იესო ქრისტეს. არ შეიძლება ამისი გაკეთება. ჯერ იმთავითვე ამას ჩვენ უფალი არ გვასწავლის, რომ მსახიობების სურათები ამოჭერითო და იქ ჩემი სახელი მიაწერეთო, არ გვასწავლის, ხო? არ შეიძლება ეს. წარმოიდგინეთ, ახლა მე აი აქ ხო ვარ, ახლა ვიღაცამ რომ ჩემი ვიდეოდან ეს ჩემი სურათი ამოჭრას და დააწეროს იესო. შეიძლება ეს? არ შეიძლება, ხო? შეიძლება? არა. არ შეიძლება. დააწეროს უფლის სახელი ჩემს სურათზე და გამოაჭენოთ ახლა აქ საქვეყნოდ Facebook მომხმარებლებმა ათასობით და იესო ქრისტეს ციტატები, სხვადასხვა გამონათქვამები დააწეროთ ჩემს ფოტოსურათზე. და სრულიად უცოდინარი ადამიანი, პატარა ბავშვი იქნება თუ მოზრდილი იქნება, რომელიც ნახავს ამ ჩემს სურათს და იქ იესოს ფრაზები იქნება დაწერებული და ვითომ ესე იგი მე ვარ იესო. აი ამ გაგებით თუ წაიკითხავს, რა თქმა უნდა ეს ადამიანი შეცდომაში შევა და ასეთი ბავშვი რომ ქუჩაში შემთხვევით შემხვდეს, შეიძლება ჩემთან მოვიდეს და უფალი დამიძახოს. დააკვირდით აი ამას. ეს არ არის ჩემი ფანტაზია. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაც არა მხოლოდ საპატრიარქოს ორგანიზაციას აქვს, არამედ სხვადასხვა ადამიანებს, Facebook მომხმარებლებს, თვითონ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციასაც აქვს ეს პრობლემა. ბიბლიას რო გადავშლით ჩვენ, გადავფურცლავთ, იქ ნახატები არ არის. რატომ არ არის? იმიტომ რომ ღმერთმა არ დაგვიხატა იქ. იქ არის ტექსტი, მოცემული ინფორმაცია, ესე იგი. არავითარი ნახატი. ესე იგი რა, მე თუ უნახატოდ წავიკითხე და ჩემზე არ არის აქ. მარტო აქ არის საუბარი თვითონ უფლის მოწვდილ ბიბლიაზე, რომელიც უფალმა მოგვაწოდა უნახატებოდ. ესე იგი, უნახატებოდ, ნახატების გარეშე უნდა წავიკითხოთ, ვინაიდან ნახატები ამ ბიბლიაში არ არის. ესე იგი, დავემორჩილოთ რა, ეხლა უფალს ღმერთს გამორჩებოდა ეს? გამორჩებოდა ესე იგი რა. ესე იგი უფალმა შეცდომა დაუშვა, როცა ნახატები არ ჩაგვიხატა ბიბლიაში? არა, რა თქმა უნდა, შეცდომა მას არ დაუშვია. უფალზე მეტად, ღმერთზე მეტად, ვინ იცის, როგორ უნდა მოეწვდინა ჩვენთვის ინფორმაცია. არავინ იცის. მან იცის ყველაზე უკეთ, როგორ უნდა გვასწავლოს. ყველაზე უკეთ კი არა, მან იცის. მხოლოდ მან იცის. ყველაზე უკეთ არას. ერთადერთი ვინმე, ვინც სწორად იცის, როგორ გვასწავლოს ჩვენ ღმერთის შესახებ, ღმერთის სწავლების შესახებ, ეს არის თვითონ უფალი ღმერთი იესო ქრისტე. აი ეს არის და ეს არის. ამიტომაც ნუენდობით ამ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს. ეხლა მე ბატონ ყაველაშვილზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ აი ეს გამოვიყენე, ასე ვთქვათ. გამოვიყენე იმისათვის, რომ ყურადღება მიმექცია აი ამ თვალსაზრისით, რომ ესე იგი ყაველაშვილი კი არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ეს გაუნათლებელი და რაღაც. არა, ახლა ყაველაშვილმა ამ თვალსაზრისით სწორი რამ თქვა, რომ ეს ჩვენმა წინაპრებმა დაარსესო და სწორია ეს, იმიტომ რომ და მე არ ვიცი კონკრეტულად ქართველებმა ადგილობრივად დაარსეს ეს თუ იმ დროინდელმა, ესე იგი, ვინც დაარსა. ქართველი იქნებოდა ეს თუ შემოსული უცხოეთიდან იყო ადამიანი, ვინ დაარსა კონკრეტულად საქართველოში რომ დაარსდა, ამაზე ლაპარაკი, ესე იგი, თვითონ
საქართველოში როცა დაარსდა ფერიცვალობის დღეობა, ნამდვილად საქართველოში ოდესღაც დაარსდა ეს, ხო? აი მათ გადაუხადა, ასე ვთქვათ, მადლიერი ვარო თუ მადლობას ვუხდიო, მადლიერება გამოხატო ჩვენი წინაპრების მიმართო, ვინც ეს დღე დააძესა საქართველოში. ამ მხრივ ამ კაცმა სწორად თქვა და თქვენ კიდე გონიათ, რომ ეხლა მან რაღაც არასწორად თქვა და დასცინით მას. და ამიტომ და სინამდვილეში თქვენ თავს ჯობია დასცინოთ. იმიტომ რომ თქვენ თვითონვე ბევრი რაღაცა არიცით, ბევრი რაღაცა არიცით. ადექით თქვენ თვითონვე ისწავლეთ ბიბლია და იქიდან გაიგებთ, რომ ეს ფერიცვალობის დღეობა, როგორც ასეთი დღეობად უფალს არ დაუწესებია და ეს დააწესეს ადამიანებმა. და კარგი იქნება, რომ ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, აგერ ბიბლია რო აჩუქეს, წაიკითხოს. მარტო ჩუქება არ არის ახლა. სადღაც თაროზე რო შემოდებ, მარტო ეგ არ არის. კარგი იქნება, რომ აიღოს ბიბლია თავიდან ბოლომდე სრულად წაიკითხოს, შეისწავლოს ხშირად და მუდმივად იკითხოს ამავე დროს. მარტო ეს ერთხელ შესასწავლი და ერთხელ წასაკითხი წიგნი არ არის, ეს მუდმივად უნდა იკითხო. ამაზე თვითონ ბიბლიაშივე არის ღმერთის მოწოდება, რომ გამუდმებით უნდა იკითხოთო. გამუდმებით, ესე იგი მუდმივად, რომ მუდმივად ჩვენ ღმერთს ვუსმენდეთ, იმიტომ რომ წუთისოფელი ისეთი რამ არის, რომ შენს გონებას შენს ყურადღებას მიიქცევს, ასე ვთქვათ, და შეიძლება ჩაგითრიოს თავის ამ ორონტრიალში, ასე ვთქვათ, და ამიტომაც არის, რომ მუდმივად უფალთან კონტაქტი, მუდმივად უფლის წერილის კითხვა, წაკითხვა და უფლის სიტყვების მოსმენა, ეს პირდაპირ გვაკავშირებს ჩვენ უფალთან, იმიტომ რომ იგი ამის მეშვეობით გველაპარაკება და მუდმივად, ესე იგი, ბიბლიას როცა კითხულობ, მუდმივად უფალს უსმენ შენ. და სასარგებლოა, რა თქმა უნდა. და რომ წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ 5 წლის განმავლობაში საერთოდ ბიბლია არ წაიკითხო, არ მოусმინო ბიბლიას 5 წლის განმავლობაში. ეს 5 წელი იმდენად დიდი დრო არის, რომ რაც მანამდე ბიბლიაში გქონდა წაკითხული და ნასწავლი, დიდია შანსი იმისა, რომ ბევრი რამ დაგავიწყდეს. ბევრი რამ და ისე გაითქვიფო აი ამ საწუთროში, აი ამ წუთის სოფელში, რომ საერთოდ ღმერთიც კი დაივიწყო რა და გახდე მონა ფულისა, მონა ყოფითი საგნებისა, გახდე მონა ადამიანებისა და საერთოდ ღმერთს ჩამოშორდე და უკვე მახსოვრობაშიც აღარ გქონდეს მისი სწავლება შემონახული. ამიტომაც ბატონმა ყაველაშვილმაც უნდა ისწავლოს ბიბლია, თუ მას საკუთარი თავისთვის სიკეთე უნდა და ასევე იმ ადამიანებმაც უნდა ისწავლონ ბიბლია, ვისაც ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს ბიბლია და უნდა ირწმუნოს უფლისა იესო ქრისტესი, ვისაც უნდა სიკეთე საკუთარი თავისთვის და ვისაც უნდა რომ სიცოცხლეში შევიდეს.